მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგან სულღმისი მადლობა იმის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქეთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკის უნდა მომწეროთ მის თებულ ნომერზე, რომელსაც ვიდეოების ქვემოთ ვთითებ ხოლმე, WhatsApp-ში ან Telegram-ში, რომელიც თქვენთვის მისაღებია და ესე იგეგმება ხოლმე პირადი დიაგნოსტიკება. ნახეთ, დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა. როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? ხო, ვიღაცისთვის შეება რაღაცა პრობლემური სიტუაციებია, ვიღაცისთვის შესაძლებელია იყოს, ახალი დაწყებული ურთიერთობა. ხო, არ ვიცი, ხა რა ურთიერთობა მოვაწინოთ და რა თქმა უნდა, სიგნიფიკაციას ვნახავთ, რა ურთიერთობაზეა საუბარი, იმიტომ რომ იქნება ერთი ვარიანტი და კარგად დააკვირდით სიგნიფიკაციას, რომ ნამდვილად თქვენი არის თუ არა გაშლა და იმის მიხედვით მე გააყევით რა განვითარება ექნება თქვენს ურთიერთობას, ხო? მოდით ავიღოთ რაღაცა პერიოდით, რომ დაახლოებით მაინც ხა ესე ზოგადი რო არ იყოს, აი თქვა რაღაცა 3 თვის განმავლობაში, 1 თვის განმავლობაში როგორ განვითარდება პერიოდი. ფიქრობ, რომ 3 თვეზე მეტი იყოს, ზედმეტია ხოლმე, იმიტომ რომ 3 თვე ყველაზე ნორმალურია, მაქსიმალურია. ესე საჯარო გაშლთან მიმართებაში და ნახოთ, ხო, 3 თვის ვადაზე როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ნახოთ, პირველ რიგში რა ურთიერთობაზეა საუბარი? ეხლა ამ ეტაპზე რა ხდება თქვენს ურთიერთობაში? რა ხდება? დავიწყოთ იქიდან, რომ რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, მოვიდა კოშკი. კოშკით ახლა ეს არის კონფლიქტები, ეს არის პრობლემები, ეს არის გაურკვევლობა, ეს არის სიტუაცია, როდესაც შესაძლებელია ადამიანები საერთოდ ასრულებენ ურთიერთობას. მეორე მომენტი ახლა შესაძლებელია ხოლმე კოშკის მდგომარეობით, ნახეთ, როცა პირადი გაშლები, ახლა უბრალოდ საჯაროა გაშლა, ცოტა რთულია ესე თქვა, ხო? მაგრამ როდესაც პირადია ხოლმე გაშლები, შესაძლებელია კოშკი იყოს ის მომენტი, როდესაც რაღაცა კონკრეტული პერიოდი, კონკრეტული მდგომარეობა მთავრდება და გადავდივართ ახალ მდგომარეობაზე, ახალ ურთიერთობაზე, ხო? ნახეთ, თუ თქვა რაღაცა სიტუაციები არის ჩვენთვის მიუღებელი, ამაზე რაღაც კამათი მოგვივიდა, რაღაცა ვიჩხუბეთ და ასე შემდეგ, მაგრამ გავარკვევთ მე რა ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგად არის და თურმე არც ისე ცუდი ყოფილა ურთიერთობა და გავაგრძელეთ. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში კოშკი გვეუბნება იმას, რომ ყველაფერი არის არეული, დარეული და თქვათ, ესე რომ თქვათ, ურთიერთობა არის დაძაბულ სიტუაციაში. რა ხდება კიდე? ხო, ეს არის მდგომარეობა, როდესაც რაღაცა წავედით, არ ვიცი, შეიძლება აქ ესეთი მომენტი იყოს, რომ ვიღაცებისთვის შეიძლება ამ ეტაპზე არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც აი გამოსავალს ვერ ვხედავთ, იმდენი ხანი ვიყავით ურთიერთობაში, რომ ხა მის გარეშე როგორ უნდა გავატაროთ და გავიაროთ ცხოვრება. აი, ნახეთ, როდესაც ადამიანზე გვაქვს რაღაცა მიზაჭულობის მომენტი, ხო, მაშინ ყველაზე ხშირად არის ხოლმე ეს მომენტი, რომ აი ვერ წარმომიდგენია, როდესაც მოდიან ხოლმე გაშლებზე და რაღაც დასასრულზეა საუბარი, ამბობენ ხოლმე ქალბატონები, სხვა შეიძლება მამაკაცებიც ვერ ვიტყვი, რომ არა. რომ აი კი კონფლიქტური სიტუაცია იყო, კი ტოქსიკური სიტუაცია ქონდა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვრო მის გარეშე. ანუ შეჩვეული ვართ იმას, შეჩვეული ვართ იმ პრობლემებს და იმ მდგომარეობას, რასაც უნდათ ტოქსიკური, ანუ რაღაცა კომფორტის ზონა გვაქვს შექმნილი თუ უბრალოდ იმთანაც ვართ ამ ადამიანზე რაღაცა, ვამბობ ხოლმე, რომ ჩაციკლა არის ადამიანზე, რაც ყველაზე ცუდი არის ურთიერთობისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ როდესაც ადამიანზე ხდები ჩაციკლული, როდესაც ადამიანზე ხდები მიჯაჭვული და როდესაც ადამიანი შენთვის არის ერთადერთი ადამიანი და ამ ადამიანზე ხარ ორიენტირებული დილა შუა დღეს აღამას, სამყარომ არ არსებობს, რომ ეს ადამიანი არ გამოგართვათ ურთიერთობიდან, იმიტომ რომ სამყარო ანუ ყოველთვის აბალანსებს თავის და არ უნდა დაკარგოს საკუთარი თავი ურთიერთობაში, ხო? ანუ
მე როგორც მე არ უნდა დავიკარგო და არ უნდა გავხდე მე ვიღაცა კონკრეტული ადამიანი, ხო? ძალიან ისეთი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა, თუ იყოს სტაბილური, კარგი და დაალაგებული ურთიერთობა, არ უნდა გქონდეს, უნდა შეგეძლოს ადამიანის გაშვება, ხო, ნებისმიერ დროს. აი, ზუსტად ეს მომენტი. ეხლა ამ ეტაპზე ზუსტად არის ის მდგომარეობა, რომ ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი წავიდა, გაურკვევლობაში ვართ, ახალი ამოცანის წინაშე დავდექით, რომ როგორ ვიცხოვროთ მე, როგორ უნდა ვიცხოვრო მე ამ ადამიანის გარეშე, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, რა მელოდება, შეიძლება ეს იყოს რაღაცა ვიღაცისთვის იმის შიში, რომ აი მატერიალურად როგორ მექნება, ну, მატერიალურად იმიტომ ვიძახი, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ურთიერთობა, როდესაც ინგრევა სამწუხაროდ მე რაღაცა მატერიალურსაც ძალიან ურტყავს, იმიტომ რომ ვეღარ რეალიზდებით და ვეღარ ვახერხებთ მუშაობას და ვეღარ ვახერხებთ რაღაცებს დავინახოთ გამოსავალი რაღაც სიტუაციებიდან, ვაღარ ვართ შრომისუნარიანები, სამსახურში სიარული გვეზარება, დეპრესიული მომენტი გვაქვს, ყველაფერი გვაღიზიანებს, მთელი გონებით ვართ გადართული ამ პირად და რაღაც აი ამ ურთიერთობასთან მიმართებაში, შესაბამისად გვავიწყდება რაღაცები და სამსახურშიც გვერევა ყველაფერი, ხო, რაღაც. აი აქ არის ეს მომენტი, რომ სულიერად გამოცდილები ვართ, ფინანსურადაც ნერვიულობთ, რომ რაღაც ერთხელ დაუშვით შეცდომა, ორჯერ დაუშვით შეცდომა და შესაძლებელია უფროს მოგვითხრას რა კარგად იყავ. ხა ესე არ გამოვა ხო ვის რა ფუნქცია მოვალეობა აქ ხა თუ ფინანსებთან აქვს კომუნიკაცია და თქვა ბუღალტერიასთან ხო განსაკუთრებით ხა შეცდომების დაშვება არ არის სწორი თუ ამით უმეტეს ანუ იურიდიული კუთხითაც რო იყოს იქაც არასწორი ერთი წინადადებით შესაძლებელი ბევრი რაღაც ანუ ყოველ შემთხვევაში აქ არის მომენტი როდესაც ურთიერთობა არის დაშლილი დღევანდელი ურთიერთობის მდგომარეობა გვაქვს ძალიან ესეთი შინაგანი ტკივილების განცდა, შინაგანი შიშების მდგომარეობა, გავედით სიტუაციიდან და რაღაცნაირად ახალ ამოცანას ვიწყებთ, როგორ უნდა გამოვიდეთ, ხო? თუნდაც არის ის მომენტი, რომ ამოცანა იყოს ის, რომ არა მარტო, თქვათ, ამ ადამიანის გარეშე როგორ ვიცხოვროთ, არამედ უბრალოდ ეს დეპრესიული ფონი როგორ უნდა დავძლიოთ, ხო? რაღაცა ეს მომენტიც შეიძლება ითქვას, რომ არის. კარგით, მოკლედ, თუ თქვენ ამოიცანით თქვენი თავი, ესე იგი გაშლა თქვენია, ხო? მოდით იცით როგორ ხანდა უფრო კიდე რომ ვიღაცისთვის კიდე რაღაცა კითხვის ნიშნები არ იყოს, მოდით თქვენ ამ წუთას რა ენერგიებში ხართ? სამართლიანობა. სამი უმაღლესი არკანი. თქვენ ამ მომენტში ხართ განხილვის მდგომარეობაში, თქვენი ენერგიები, რა გადაწყვეტილება მიიღოთ. მეორე მომენტი არის ის, რომ სიშორე თქვენთვის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ამავდროულად იაზრებთ იმასაც, რომ ყველაფერი უნდა დაასრულოთ, ყველაფერი უნდა დაამთავროთ და თავიდან უნდა დაიწყოთ ცხოვრება. აი თქვენი ესე ვთქვათ ენერგეტიკული მდგომარეობა არის ესეთი, ხო, რაღაცა შეიძლება ერთი მომენტი ის მომენტის გქონდეთ, რომ ნახეთ გაგეცინებათ ახლა, მაგრამ გეტყვით იმას, რომ შეიძლება საკუთარ თავთან სად მარტო რჩებით, ამბობთ, რომ მეტის ღირსი ვარ. აი იმდენი გავაკეთებ, თქვათ, მე ამ ადამიანისთვის ან ამ ურთიერთობისთვის ან იმდენი ხანი ვუთმინე ურთიერთობაში ამ ტოქსიკურ სიტუაციას, რომ მეტის ღირსი ვარ, ხო, ვიმსახურებ აი ამას, რაც მივიღე საბოლოო ჯამში, რომ წავიდა. ხო, რაღაც, მაგრამ ამ ეტაპზე ხართ გადალაგება, გადაფასების მდგომარეობაში და განთავისუფლების მდგომარეობაში. მდგომარეობა, როდესაც მე უნდა დავიწყო ბრძოლა, მე უნდა დავიწყო ამ სიტუაციის გადალახვა და ვერ დამიდგება ვერავინ წინ. აი ეს რაღაცა მომენტი. კარგით, მოდით ნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ანუ ეს სიტუაციები ამ კონკრეტულ ადამიანთან როგორ განვითარდება. მოვიდით დავიწყოთ იქიდან, რომ შესაძლებელი ადამიანი ურთიერთობიდან წავიდა მესამე პირების გამო. როგორ განვითარდება? მე არ გეტყვით იმას, რომ ახლა ეს ადამიანი უცებ გაიაზრებს ყველაფერს, რომ თქვენ რა დაკარგა და როგორ დაკარგა,
განვითარება არის ესეთი, ეს ადამიანი გააგრძელებს თავის ცხოვრებას, გააგრძელებს თავის სამკუთხედ სიტუაციას და ეცდება, რომ აი რაღაცა იცით როგორი მომენტი, რომ აი თავისუფლება შევირგოს მომენტი კონდეს. მე არ გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი ხა თავში ხელები დაცემულია და ნანობს ამ ყველაფერს, თქო, არაფერსაც არ ნანობს ამ ეტაპზე, რატომღაც თulis რომ თავისუფლება მისთვის ყველაფერია და მას წინ ელოდება ძალიან საინტერესო ბევრი გამოწვევა, ესე რომ ვთქვათ, ხო? როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? იცით რა არის? აი, ნახეთ როგორი მომენტი არის. აი, თქვენი ურთიერთობის განვითარების მდგომარეობა, მე ესე ვიტყვი, რომ აქ უკვე აღარ მგონია, რომ ურთიერთობას რამე განვითარება ქონდეს. იმიტომ რომ ადამიანი, ნახეთ, არ ნანობს იმას, რაც გააკეთა, არ ნანობს იმას, რაც ტკივილით მოგაყენათ, ესე რომ ვთქვათ, ხვდებით, როცა ადამიანი არ ნანობს შესაბამისად იქ ურთიერთობის გაგრძელებაზე, რაზეა ხო საუბარი, რაზე ვლაპარაკობთ. თან თქვენც უკვე მიღებული გაქვთ გადაწყვეტილება, რომ თქვენ ცხოვრებას მიხედოთ და განთავისუფლდეთ ამ ტკივილებიდან, ანუ იბრძოლოთ ამ ტკივილების დასალაგებლად. და ადამიანიც ფიქრობს იმას, რომ ყველაფერი ახალი ცხოვრება გამოჩნდება მის ცხოვრებაში, ახალი გამოწვევები, ახალი ურთიერთობები და რო ვთქვათ, რომ ხა ამ ურთიერთობას რაღაცა გინდა თუ არა, ექნება რამე განვითარება. არა, განვითარება არ ექნება, ერთადერთი მომენტი აქ არის ის მდგომარეობა, რომ განვითარება იქნება ზოგადად თქვენ ცალკე და მას ცალკე. ვერ ვიტყვი იმას, რომ რაღაც მომენტის მერე ადამიანს არ იქნება ეჭვიანობის მომენტი, არ იქნება იმის სურვილი, რომ თქვენთან კომუნიკაციაზე გამოვიდეს, არ იქნება სურვილი, რომ თქვენთან შეხვედრა მოინდომოს, ხო, რაღაც, მაგრამ როგორც ასეთი, რომ თქვენ ორი ერთად მოისაზრებოდეთ, აქ როგორც ჩანს, ნამდვილად არ არის. ნახეთ, რატო არ არის? იმიტომ რომ აქ თუ იყავით ისედაც იცოდით, რომ სამკუთხედ სიტუაციაში იყავით, ადამიანი დაბრუნდა იქ, სადაც იყო, ანუ დაბრუნდა, ну ხო, პრინციპში დაბრუნდა ქვია მაგას, იმიტომ რომ ну შეიძლება სახლიდან არ წამოვიდეს, მაგრამ პარალელურ ურთიერთობაში როდესაც არის და გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ იქ სადაც იყო თავიდანვე, ისევ იქ გააგრძელოს ურთიერთობა და აქეთ ეს პარალელური ურთიერთობა, რომელიც შექმნა, დაშალოს, დაბრუნებას ნიშნავს და დაბრუნდა იქ და გააგრძელებს იქ ყოფნას, ესე ვთქვათ. მე არ ვიტყვი იმას, რომ ეს ადამიანი რაღაცა თუნდაც იმას ინანებს, რომ იქ დაბრუნდება, იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცით, ადამიანს არ აქვს ჩამოყალიბებული, ну როგორც ჩანს, იცით რა მომენტი არის, ნახეთ, იქ სადაც იყო, იქ პრობლემა არ ექნებოდა იმისი, რომ პარალელურ რეჟიმში ვინმე ყოლოდა. ანუ ან არ აინტერესებდათ სად მიდიოდა, სად მოდიოდა, სად დადიოდა, ხვდებით ან რაღაცა მსგავსი მომენტი. თუ აქ კონკრეტულად არ იყავით სამკუთხედში და თქვათ არ იცოდით, რომ ანუ ხო არ ყავს და არავინ და ისე უბრალოდ სიტუაცია არის, ხო, აქ მაინც ის მომენტი არის, რომ წავიდა იქ სადღაც სხვაგან, მაგრამ იგივე მომენტი არის. იქაც კარგად იქნობს თავს, იმიტომ რომ იქ შესაძლებელია უბრალოდ სუბუქი ურთიერთობების მდგომარეობაში გადაწყვეტა ყოფნა და იმ ვიღაცასაც აწყობს ამ ადამიანთან ესეთი ლაითი და მსუბუქი ურთიერთობა და რა თქმა უნდა ამასაც აწყობს, ხო? აი აქ როგორც ასეთი განვითარების მომენტი ერთადერთი არის ის, რომ თქვენ ცალკე გაუყვეთ თქვენს გზას და ცალკე მიიღოთ თქვენთვის ასურველი ურთიერთობა და ნორმალური პარტნიორი და ის ცალკე გაუყვეთ თავის გზას და ეს თავისი ესე რომ ვთქვათ, სიყვარულის ემოციები, თავისი ვნებები, რა ვიცი, ერთთან, მეორესთან, მესამესთან, მეათესთან დახარჯოს, ხვდებით? ანუ აქ როგორც ასეთი განვითარებაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი ვერაფერს. გექნებათ ერთი მომენტი ის არის, რომ გექნებათ ეჭვიანობის მომენტები, მასაც ექნება ეჭვიანობის მომენტები, გექნებათ ისეთი კონკრეტულად ერთმანეთის ნახეთ, დაკვირვება, შეიძლება სოციალურ ქსელებში დავწყოთ ძებნა, რას აკეთებს, როგორ არის თქვენც რაღაცა პერიოდის მერე. მეორე მხრივ კიდევ ერთი მომენტი არის აქ, რომ მე ესე გეტყვით, რომ აქ ურთიერთობას
ზოგადად თუ გქონდა თქვენს ურთიერთობა შანსი, იმიტომ რომ აიცით რა ენერგია მოდის, რომ აქ მესამე პირები არაკეთილ სინდისიერად არიან ჩარეულები. აქ კონკრეტულად გავარდებოდა და გავაჩერდა, მოდით ბარემ წავიკითხავ ამერიკანს, ანუ აქ კონკრეტულად არის სიტუაცია გაჩერებული. აი ნახეთ, თქვენი ურთიერთობა ვიღაცამ გაიგო, ან თქვათ თუ ყავდა მანამდე გაიგო და ასრულა, თუ არ ყავდა და ვიღაც მერე შემოვიდა, უბრალოდ იმან მოახერხა და რაღაცა სიტუაციურად სხვა აქ სამკუთხედები არის და აქ არის სამკუთხედები, ანუ სამკუთხედის სიტუაცია ყველა შემთხვევაში, ისე რომ თუ თქვენ არ დარწმუნებული ხართ, თუ თქვენი პარტნიორი უბრალოდ მესამე პირების გამო არ არის წასული, ან არ ყავდა არავინ, მაშინ თქვენი არ არის გაშლა, ხო? ანუ კონკრეტულად ვიღაც ქალბატონი უნდა არსებობდეს, აქ არ არის ის მომენტი, რომ აი დედიკო და მამიკო, აქ არის კონკრეტულად პიროვნულად ვიღაც ქალბატონი, ან ვიღაც მამაკაცი, ну, იმიტომ რომ მამაკაცებიც უყურებენ, ესე რა ვთქვათ, ხო, რომელიც წავიდა. რომელმაც წაიყვანა შეიძლება ესე ითქვას. არა უბრალოდ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ წაიყვანა, ხო? სხვადასხვა манипуляტორული მდგომარეობით. შესაძლებელია რაღაცა ემოციური მომენტებით. არის ხომ ესეთი შემთხვევები, როდესაც ორსულად ვარ, ხშირია ხომ ესეთი მსგავსი манипуляტორული და მე აღმოჩნდება, რომ უი მოეშალა ან რაღაცა მსგავსი. არის, როდესაც კონკრეტულად არის დაკვეთა მაგიური ზემოქმედების, როდესაც ადამიანის მიბმას, მიჯაჭვულობას და მსგავს რაღაცა აკეთებს. აი, აქ ურთიერთობაში ნახეთ, მე ესე ვიტყვი, რომ აქ ადამიანი არის წაყვანილი და შესაბამისად ურთიერთობის მომენტი თქვენთან, რომ ან დაბრუნება, იმიტომ დავინტერესდი ესე რომ ნახეთ, იშვიათია, როგორი უსისხლოც არ უნდა იყოს და შუბლის ძარღვი როგორც არ უნდა გქონდეს, ნებისმიერს ქალი იქნება თუ კაცი იქნება გაწყვეტილი, რაღაც მომენტში მაინც შეიძლება სინანულის მდგომარეობა გქონდეს, ხო? ანუ არა კონკრეტულად ადამიანის მიმართ შეიძლება, ანუ იმ მომენტის მიმართ, რომ სადღაც კარგად იყო, სადღაც სასიამოვნოდ გზნობდა თავს, ხო? აი რაღაც მსგავსი მომენტი. აქ საერთოდ არა აქ ადამიანს არანაირი სინანული, ანუ თავის თავთან მიმართებაშიც არა აქ იმის აღიარება, რომ აი რაღაცა კარგი იქნებოდა რომ არ დამეკარგა, თქვათ, კმაყოფილი ვიყავი, რაღაცით მაინც ხვდებით, აი როგორ შეიძლება რომ ურთიერთობაში იყო ადამიანი და რაღაცა არ გაკმაყოფილებდეს, ხო, აი არ არსებულია, ხა ეს მომენტიც მინდა რომ გითხრათ, რომ იციან ხოლმე გოგოებმა, რომ აი ცოლთან არის ურთიერთობაში, მაგრამ ნუ იქ არ არის ბედნიერი, არ არის რაღაცა კმაყოფილი, რაღაცით მაინც არის კმაყოფილი, დამიჯეროთ გოგოებო, იმიტომ რომ გამორიცხულია, მაშინ ყველა ვარიანტში წამოვიდა და არ არსებულია რომ დარჩენილიყო. არა, ნახეთ, ქალი შეიძლება არ მიწყინოთ მამაკაცებო, ყოველთვის ვიცავ ხოლმე მამაკაცებს, მაგრამ ქალმა შეიძლება შვილების გამო გააკეთოს ისე რომ დარჩეს ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ ეყვარება, არ ეყვარება, ბედნიერი იქნება თუ არ იქნება, მაგრამ კაცი ამას არ გააკეთებს, ანუ არ არსებულია. ასე რომ, აი ნახეთ როგორი მომენტია, თუ ბედნიერი არ იყო, რანაირად იყო, ხო, ურთიერთობაში და აქ ადამიანს საერთოდ არანაირ სინანულზე არ ლაპარაკობს, არანაირ იმ მომენტზე არ ლაპარაკობს, რომ კაი იყო მაინც, რაღაცა პერიოდი მაინც იყო კარგი, თორე ეხა კაი წავედია, უკეთესად ვარ, მაგრამ ისიც არ იყო ცუდი, აი რაღაცა ეს მომენტი, არც კარგს ამობს, არც ცუდს, ანუ ნახეთ, ადამიანს საერთოდ არც კარგი ახსენდება, არც ცუდი ახსენდება, ხა როგორ შეიძლება, ანუ თუ კარგი არ მახსენდება, ცუდი მაინც ხომ უნდა გამახსენდეს, ხო, რაღაც ეს მომენტი. იმიტომ ჩავეცი. აქ არის რო ვთქვათ, არეული გონებიდან წასული ურთიერთობა, ანუ არეული გონებით წასული ურთიერთობიდან. ესე რა ვთქვათ, ამიტომაც არის, რომ რაღაც მომენტში შეიძლება პერიოდის მერე მოხდეს ისე, რომ ადამიანი კომუნიკაციაზე გამოვიდეს და ეს გამოსვლა შეიძლება მოხდეს, ვთქვათ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ვთქვათ, თქვენი ქორწინების ფოტოები დადოთ, ან რაღაცა გაიგოს თქვენი ურთიერთობა, აი რაღაც ესეთი რო იტყვენ
გაფუჭება რომ უნდათ ხოლმე ურთიერთობის, აი არც თვითონ რო არიან, მაგრამ არც სხვას რო არ აძლევენ, აი რაღაცა არ იქნება თქვენთან, მაგრამ მაინც სხვასთანაც არ იქნებით რა. რო კითხო რომ რატო აკეთებ ამას, იმიტომ რომ გიყვარო. არა, არ მიყვარხარ, აი უბრალოდ აი მომინდა რომ არ იყო ბედნიერი ხვდებით, აი რაღაცა ეს მომენტი არის აქ. და ექნება მაგის სურვილი რომ რაღაც მომენტში გამოვიდეს. თუმცა როგორც ასეთი განვითარება აქ ურთიერთობისას ნამდვილად ვერანაირად ვერ ვიტყვი. რთულია, აქ ურთიერთობა ფიზიკურად ვერ განვითარდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიმძიმეების მდგომარეობა არის. შეიძლება იმხელა პასუხისმგებლობები აიკიდოს ამ ადამიანმა სხვა ურთიერთობაში, რომ მერე უკან ძალიან რთული იქნება, ხო, ესე ვთქვათ, რომ შესაძლებელია ოჯახიც შექმნას, მოუწიოს, ან რა ვიცი, შეაქმნევინონ, ან გადაადგმევინონ ეს ნაბიჯიც, ან თუ უკვე ოჯახში გადავიდა, მეორედ უკან წამოსვლა შესაძლებელია, იქ უკვე რაღაცა ცოტა ისე დაულაგონ სიტუაცია, არა აქვს მნიშვნელობა. ნახეთ, ვისგანაც არ უნდა იყოს, ეს იქნება მეუღლე, ეს იქნება სხვა ურთიერთობაში, ახალი პარტნიორი, ახალი მეგობარი, აქ ადამიანს აქვს გონებრივი დამოკიდებულება, გონებრივი მიჯაჭვულობა, ესე რომ ვთქვათ, კარგად არის ნამუშევარი, შემილია გითხრათ და ადამიანი წინ ნამდვილად ვერ ხედავს ვერანაირ გამოსავალს, გარდა იმისა, რომ ის ადამიანი დაწასულიყო იქ, სადაც წავიდა, სადაც დარჩა და თვლის, რომ შესაძლებელია იქ იყოს ბედნიერი. აქ ძალიან დიდი რაც არ უნდა დიდი ბრძოლა გაეწია ამ ადამიანს, ხო, სანამ ამ ნაბიჯს გადადგავდა, მე ესე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია ამ ადამიანს ჰქონდა ძალიან ისეთი პერიოდი, როდესაც თქვათ ძალიან ხშირად სვავდა, როდესაც ძალიან ხშირად იყო რაღაცა მიდრეკილება არაფხიზელ მდგომარეობაზე, ან თუნდაც დამაძინებლებზე იყო, ხვდებით, აი რაღაც ეს ანუ სანამ ამ ნაბიჯს გადადგავდა ეს ადამიანი, მოდით ესე კეთყვით, მანამდე ამ ადამიანს ჰქონდა ძალიან დიდი ბრძოლა რა და როგორ იქნებოდა და შესაბამისად ბოლოს ძლია მაინც იმ რამაც ძლია და წავიდა ურთიერთობიდან, ხვდებით, წავიდა სადღაც სხვაგან, სხვა ურთიერთობაში და იქ გადასახლდა, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ მანამდე ამ ადამიანს ექნებოდა საკმაოდ კრიზისული პერიოდი მატერიალური კუთხით, ექნებოდა სასმელთა მიდრეკილების მდგომარეობა და აი რატომღაც ძალიან მომდის, რომ შესაძლებელია რაღაც მომენტებში საუბრის დროს ადამიანი აი გათიშული რო არის და რომ მორჩებით საუბარს და გაიგე რა გითხარი, რო კითხავ და რაზე მოლაპარაკებოდი, აი რაღაც ეს მომენტი, როდესაც ემართება, ხო, აი რაღაცა გათიშვების მდგომარეობა, იმიტომ რომ რეალურად ესეც არის. ანუ მისი გონება გათიშული. აქ გაგრძელების მდგომარეობა ამ ეტაპზე ნამდვილად ფიზიკურად რთულია, რომ გაგრძელება რაიმე კონდეს, გაგრძელება. არა, გაგრძელება ნამდვილად არა აქ ამ ურთიერთობას. აქ ადამიანი ხოგეონებით ანუ არის ნეგატიური ზემოქმედების ქვეშ, აქ ადამიანი არის ესე ვთქვათ, სხვა ადამიანთან სასიყვარულო მაგიას რო ეძახიან ხოლმე, ხო? და ადამიანს როდესაც აკეთებენ მიჯაჭვულობას და მსგავს მომენტს, აი შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა მსგავსი მიჯაჭვულობის მდგომარეობა არის ადამიანის მიმართ გაკეთებული, ხო? აი რაღაცა აქ ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა სუფთად არის აქ სიტუაცია. აქ ადამიანი ძალიან რაღაც მომენტში მე ესე ვიტყვი, შიშების მდგომარეობა შეიძლება გქონდეს ადამიანს. შინაგანი შიშები, აი რო არის ის რა არის ის შიში არის. აქ არის ნეგატიური ზემოქმედება, ასე რომ განვითარება ფიზიკურად ვერ მოხდება, იმიტომ რომ ადამიანს რეალური გონება არ აქვს, რეალურად ვერ აზროვნებს. მე რაღაცა მესამე პირმა აშკარად მოახერხა აქ კარგად
დამუშავება, კარგად მუშაობა იმასთან მიმართებაში, რომ ეს ადამიანი საბოლოო ჯამში თქვენგან წაეყვანა, ხო? აი რაღაცა ესეთი მომენტი გამოვიდა დღევანდელი გაშლა. მე რა თქმა უნდა გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობებს, წარმატებას თითოეულ თქვენთაგანს, უგლებს სიყვარულს. ვისთვისაც მისაღებია სიტუაცია, რომ უნდა იბრძოლოს, ვისთვისაც არ არის მისაღები, უბრალოდ უნდა გაუშვას და მიხედოს თავის ცხოვრებას, ხო ხდებით, აი ისეთი მომენტია, რეალურად თქვენ უკეთესად იცით, რა რის ფასად გიღირთ, ხო? ანუ ნებისმიერმა ადამიანმა უკეთესად იცის, რა რის საბრძოლველად უღირს. სხვათაშორის კარგ არკანზე მოვჭერი, ოჯახის არკანია. დავიცი, ვიღაცამ შეიძლება იბრძოლოს და საბოლოო ჯამში მიიღოს ურთიერთობა ისე, როგორც უნდოდა რომ ყოფილიყო ბოლომდე. მე კიდევ ერთხელ ბედნიერებას გისურვებ და დროებით დაგემშვიდობებით.